დილომშვიდობისა. ეს საქართველოს პირველი არხია, თქვენ უყურებთ გადაცემას პირადი ექიმი მარი მალაზონია ჟესტურ ენაზე თარგმანით. რასაკვირველია, ჩვენ ადამიანზე ვსაუბრობთ. ადამიანზე როგორც ყველაზე დიდ ღირებულებაზე ნებისმიერ საზოგადოებაში. რა თქმა უნდა, ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანის ცხოვრების სხვადასხვა ფაქტორზე. რა თქმა უნდა, ჩვენ ვსაუბრობთ ადამიანის სიცოცხლეზე, როგორც ყველაზე მნიშვნელოვან ფასეულობაზე, რომელთან დაკავშირებითაც მართლა ძალიან ბევრი რამ აქვს თანამედროვე მეცნიერება სათქმელი. მაგრამ ყველაფერს ვიწყებთ ხოლმე იმის განმარტებით, თუ რატომ არის ჩვენი ცოდნა ჯანმრთელობის შესახებ ასე მნიშვნელოვანი. დიახ, ჩვენ ვსაუბრობთ ჯანმრთელობაზე, მისი სხვადასხვა წახნაგის წარმოჩენით. და ასეთ შემთხვევაში ჩვენ მხედველობაში გვაქვს არა უბრალოდ ჩვენი სხეულის მდგომარეობა, ჩვენი ფიზიკური მდგომარეობა, არამედ ჩვენი ფიქრები, როგორია ჩვენი მენტალური ჯანმრთელობა, ჩვენი განცდები, ემოციური ჯანმრთელობა, ჩვენი ურთიერთობები, ანუ ჩვენი სოციალური ჯანმრთელობა, როგორია ჩვენი გარემო. და აი სწორედ ამ წახნაგების გააზრების შემდეგ ჩვენ ვლაპარაკობთ იმაზე, რომ ჯანმრთელობა ეს არის კეთილდღეობა. არა უბრალოდ ცალკეული წახნაგი იმის ხაზგასასმელად, რომ ჯანმრთელობა მრავალმხრივია, არამედ კეთილდღეობა იმისთვის, რომ ადამიანის დღეგრძელობაც და ცხოვრების ხარისხიც იყოს უზრუნველყოფილი. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ამ საუბარს მაშინ, როდესაც ბავშვებზე გვაქვს სათქმელი და თქვენ ძალიან კარგად გახსოვთ. გასული კვირა მთლიანად დაეთმო მოვლენას, რომელსაც ყველა ბავშვის ჯანმრთელობის კვირეული ჰქვია. ეს არის ის კონცეფცია, რომელსაც ჩვენ ძალიან ერთგულად მრავალი წლის მანძილზე ვიცავთ. ჩვენ არაუბრალოდ ბავშვებზე ვსაუბრობთ, არაუბრალოდ ბავშვების ჯანმრთელობაზე გახსენებთ ამან თუ იმ პრობლემას, ამ პირველად გიზიარებთ, არამედ ჩვენ ვცდილობთ ჩვენი საზოგადოების მომავალზე ერთად ვიზრუნოთ. ვიზრუნოთ თუნდაც იმიტომ, რომ დღეს ჩვენი შეცდომები ეს არის მომავალში პრობლემების მქონე საზოგადოება. და ამ შეცდომებს ბავშვებთან ურთიერთობაში უნებურად ზოგჯერ სწორედ უმეცრების გამო, არასათანადო ცოდნის გამო უშვებთ ხოლმე და ნებისმიერი კვირეული, მათ შორის უპირველეს ყოვლისა, ყველა ბავშვის ჯანმრთელობისთვის გამიზნული კვირეული სწორედაც რომ ცოდნის გაფართოებას, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებას ემსახურება. და ალბათ გახსოვთ, ჩვენ სხვადასხვა თემას შევეხეთ გასული კვირის განმავლობაში, მაგრამ მე საგანგებოდ მინდა დავხუროთ დღეს ეს კვირეული, როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ თემაზე, რომელიც შეიძლება ავირჩიოთ შემაჯამებლად, რასაკვირველია, ჩვენ სიმბოლურად ავირჩიეთ ის თემა, რითიც დაიწყო ეს კვირეული. ეს გახლავთ 20 აპრილის თემა, ანუ კვირეულის პირველი თემა, რომელიც უკავშირდებოდა პრობლემას, რომლის დანახვა ასე მარტივი არ არის. ხელი ან ფეხი თუ არ მტკივა, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ ჯანმრთელი ვარ. აი ასეთ შემთხვევაში მენტალური ჯანმრთელობა და შესაბამისად მენტალური კეთილდღეობა არის უმნიშვნელოვანესი საკითხი, რომელიც სწორედაც რომ მთავარ თემად იქცა ყველა ბავშვის ჯანმრთელობის კონტექსტში და ალბათ არავის გაუკვირდება თუ დღეს სწორედ ბავშვთა მენტალურ ჯანმრთელობას შევეხებით დღევანდელ ჩვენს გადაცემაში საგანგებოდ მოზარდთა მენტალურ ჯანმრთელობას გამოვყოფთ, თუმცა მიუხედავად იმისა, რა იქნება ჩვენი დღევანდელი საუბრის მთავარი აქცენტი, ჩვენ გვაქვს სათქმელი, რომელიც წლების მანძილზე სხვადასხვა ისტორიის სახეს იძლევა და ყველაზე მნიშვნელოვანი არის ის, რომ ადამიანური ისტორიის სახეს იღებს. რა მაქვს მხედველობაში? ადამიანური ისტორიები, პირადი ისტორიები, რომელიც ჩვენი გადაცემის განუყოფელი ნაწილია, ეს არის ცალკეული პროექტები, ცალკეული რუბრიკები და მაშინ, როდესაც მშობლები საზოგადოებას საკუთარ თავგადასავალს, თავიანთი შვილების თავგადასავალს უზიარებენ, ხშირად ეს არის ჩვენთვის ყველაზე მარტივად გასაგები, ყველაზე ადვილად აღქმადი და რაც მთავარია, ყველაზე მეტად დამაფიქრებელი ფაქტები, რომელთა ცოდნაც ეხმარება საზოგადოებას ზრდაში. ჩვენ დღეს კიდევ ერთ სიუჟეტს გიზიარებთ ამ ციკლიდან, მშობლის დღიური, რომელიც ამჯერად შორენა ლაბაძემ მოამზადა. თითქოს რაღაცა
უხილავ ბუშტში იყო და გარედან არაფერზე არ რეაგირებდა. სულ თავისთვის იყო, თავისთვის თამაშობდა. შედარებით უცნობი ადამიანის სახლში შემოსვლაზე იმალებოდა, თვალებზე ხელს იფარებდა. მივედით ნეიროფსიქოლოგთან, დიაგნოზი იყო მსუბუქად გამოხატული სპექტრის ნიშნები. მე ვარ სესილიას დედა, ლელა მიქაბერიძე, 42 წლის, ყავს 3 შვილი, სესოს 2 უფროსი ძამი გყავს. პროფესიით ვარ რესტავრატორი, კონსერვატორი, მუშაობ არქეოლოგიური წარმოშობის ნივთების რესტავრაცია კონსერვაციის მიმართულებით, როგორც პრაქტიკული, ასევე პედაგოგიური საქმიანობა. შარშან შევიძინე მეორე პროფესია, ჩემი და სესოს საჭიროებებიდან გამომდინარე და უკვე ვარ დიპლომირებული სპეცმასწავლებელი. მოდი გუგუცრემება. სესილიას განსაკუთრებული თვისება არის ის, რომ ძალიან კარგი სმენა აქვს და კარგად მღერის, უყვარს ცეკვა და კამერასთან პოზიორობა. ერთი პერიოდი გატაცებული იყო ფოტოების გადაღებითაც. ღრმა ბავშვობაში ნანახი ადამიანები არასდროს არ ავიწყდება. წლინახევრის სასაკში ნასწავლის სიმღერები და ლექსები კარგად იცის ისევ. ყველაზე დიდი შფოთვა უკავშირდებოდა სკოლას და ამაგან გადამოწყვეტინა ის, რომ 1 წლით ადრე, სანამ სესოს სკოლაში მივიდოდა, თავაბარე გამოცდა და გავიარე სპეცმასწავლებლის 60 კრედიტიანი პროგრამა. მიზანი იყო ის, რომ რაც შეიძლება მაქსიმალურად შემძლებოდა სესილიას დახმარება აკადემიური მოსწრების თვალსაზრისითაც. სესოს მოკლედ აქვს უნარი გაყვეს პროგრამას, პირველი კლასის პროგრამას. თუმცა სჭირდება ადაპტაცია და ისე როგორც არის ეს დაწერილი და მოსწავლეებისთვის შეთავაზებული, სესილიასთვის ძნელი აღსაქმელია. დავიწყე ძებნა, თუ იყო ისეთი მასალა, რომელიც გაყვებოდა გოგებაშვილის დედაენას და იქნებოდა ადაპტირებული სპეციალური საჭიროებების მქონე მოსწავლეებისთვის. სამწუხაროდ ვერ აღმოვაჩინე და ზუსტად მაშინ დავიწყე დედაენის ადაპტაცია. მივყვებოდით პროგრამას AII-დან დავიწყეთ. მოვახერხეთ ის, რომ სესომ შეძლო კლასთან ერთად ჩვეულებრივად იმავე ტემპში გავლა პროგრამის, არ ჩამორჩენა არ ქონია. კარგი გოგო ხარ. ყოჩა. როცა შვილის ჯანმრთელობას და მის უმეტეს მენტალურ ჯანმრთელობას ეხება, ძალიან რთულია, მაგრამ რაც უფრო მალე გავივლით ამ ეტაპს და რაც უფრო მალე დავინახავთ რეალობას ვაღიარებთ, მით უფრო მალე შევძლებთ ადეკვატურად დავეხმაროთ ჩვენ შვილებს და მივცეთ ის, რაც ყველაზე მეტად სჭირდებათ. თერაპევტებმა რაც არ უნდა იმუშაონ, სკოლაში რაც არ უნდა ქნან, მაინც ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, სახლში რა ხდება. თეორიული ცოდნა არ გაქვს, ძალიან რთულია რა, რაღაცა ბნელ ტყეში ხელის ცეცებით სიარულს გავს, მე ეს ყველაფერი. თეორიული ცოდნაც არა, ინფორმაციაც რომ მქონოდა, ის რაც ეხლა მაქვს, ბევრ რამეს შევცვლიდი უფროსი შვილების აღზრდაშიც. ამ ბავშვებს იმიტომ ხმარდებათ უფრო მეტი რესურსი და უფრო სპეციფიკურად იმიტომ ვექცევით, რომ მაქსიმალურად განმავითაროთ, მაქსიმალურად სოციალიზაცია გაიარონ, ადაპტირებულები იყვნენ, იმიტომ რომ რეალურად როცა ისინი ზრდასრულები გახდებიან, არ იქცნენ ტვირთად და შეძლონ დამოუკიდებლად ცხოვრება. ერთადერთი ყველაზე გამოცდილი მეთოდი არის ის, რომ შეძლო საკუთარი თავის ხელში აყვანა და აიძულო საკუთარი თავი პოზიტიურად უყურო სამყაროს. სხვა უფრო ეფექტური საშუალება სამწუხაროდ არ არსებობს. ჩვენ შევთანხმდით, რომ დღეს ვაჯამებთ კვირეულს, რომელიც ყველა ბავშვის ჯანმრთელობას ეძღვნება. და ძალიან მნიშვნელოვანია იმის გახსენება, საიდან დაიწყო ეს კვირეული. შევთანხმდით, რომ მენტალური ჯანმრთელობა, მიუხედავად იმისა, მისი აღქმა ისე ადვილია, როგორც ფიზიკური ჯანმრთელობის თუ არა, ჩვენი ყოველდღიური საუბრის ნაწილია ხოლმე ხშირ შემთხვევაში და განსაკუთრებულ ადგილს იკავებს მაშინ, როდესაც საუბრობთ ბავშვების ჯანმრთელობას. მიმდინარე კვირეული კი დაიწყო ბავშვთა მენტალური ჯანმრთელობით და ჩვენ გადავწყვეტეთ, რომ დავხუროთ ეს კვირეული და დავაგვირგვინოთ ამ
საუბრების ციკლში ბავშვების ჯანმრთელობაზე ზრუნვის საკითხები იმით, რომ ვისაუბროთ მოზარდთა მენტალურ ჯანმრთელობაზე და გავითვალისწინოთ ის განსაკუთრებული მახასიათებლები, რომელიც მოზარდს გამოარჩევს ყველა ასაკობრივი ჯგუფისგან. დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი კი გახლავთ ჩვენი გადაცემის ძალიან დიდი ხნის მეგობარი და გულშემატკივარი, ბავშვთა ფსიქიატრი, ნევროლოგი, მედიცინის დოქტორი ქალბატონი მედეა ზირაქაშვილი. მე და დილა მშვიდობის. გესალმებით. ჩვენი მეგობრობა უკიდურესად ხანდაზმულია უკვე და გადაცემის ისტორიის მანძილზე ძალიან ბევრ თემაზე გვისაუბრია. არ დავმალავ, რომ ბავშვთა მენტალური ჯანმრთელობა არაერთხელ ყოფილა ჩვენი საუბრის თემა და სხვადასხვა წახნაგით წარმოგვიჩენია ბავშვთა მენტალური ჯანმრთელობა, მათ შორის ფსიქიკური პრობლემების ჭრილში, რომელიც ზოგჯერ საზოგადოებისათვის დაუჯერებელიც კი წარმოუდგენელიც კია. თუმცა დღეს ჩვენ საგანგებოდ გამოვყავით ყველაზე რევოლუციური ასაკობრივი ჯგუფი, მოზარდთა ჯგუფი და მათი მენტალური ჯანმრთელობა. ამდენად აქტუალურია ეს საკითხი. მოგესალმებით, მარი. თქვენ ცალკე გამოვყავით მოზარდთა ფსიქიკური ჯანმრთელობა და ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხაზი გავუსვათ იმ მართლა მე ამბოხე და სერიოზულად მნიშვნელოვან ტრანზიტორულ ეტაპს, რომელსაც მოზარდობა ქვია და ნამდვილად შევეხოთ იმ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემებს, რომელიც ამ ასაკში რეალურად პირველად ჩნდება. აქვე უნდა აღვნიშნოთ, რომ სანამ ფსიქიკური ჯანმრთელობის სირთულეებზე ვისაუბრებდეთ, აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ ის ასაკობრივი ნიშან-სვეტები, რომელიც ამ პერიოდისთვის ძალიან მკვეთრად დამახასიათებელია. ჩვენ როდესაც ვსაუბრობთ მოზარდობის პერიოდზე, აუცილებლად უნდა ვახსენოთ ასაკობრივი ჭრილი, იმიტომ რომ თუ ჩვენ საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ როგორც კი თინეიჯერულ ასაკს ვარქმევთ და თითქოს 13 წლიდან უნდა იწყებოდეს მოზარდობის პერიოდი, ჩვენ ნახავთ ლიტერატურაში, რომ მოზარდობის პერიოდი იწყება დაახლოებით 10 წლიდან და შეიძლება იგი გრძელდებოდეს დაახლოებით 20 წლამდე. და აქედან გამომდინარე, ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ბავშვობის და ზოგადად ბავშვის განვითარების, ადამიანის განვითარების, ასე ვთქვათ, ტრაექტორიაზე ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი ეტაპი. თავისი ძალიან ბევრი გამოწვევებით და განსაკუთრებით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ შევეხოთ იმ სოციალურ-ემოციური სფეროს განვითარებას, რომელიც ამ ასაკში ძალიან რადიკალურად იცვლება. ჩვენ ვერ აუვლით გვერდს ამ ბავშვების და ამ ადამიანების ფიზიკურ ცვლილებებს, იმიტომ რომ ფიზიოლოგიური, ფიზიკური ცვლილებებიც, იმიტომ რომ გარეგნული ცვლილებები ძალიან მნიშვნელოვნად ხდება წინაპირობა და გამსაზღველი იმ ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების, რომელიც შემდგომ ამ მოზარდებს ასაკთან ერთად აქვთ ხოლმე. თუ ჩვენ გადავხედავთ თვითონ ამ მოზარდობის ეტაპს, მართალია ჩვენ ძირითადად ფსიქიკურ ჯანმრთელობაზე ვსაუბრობთ ხოლმე, მაგრამ ამ შემთხვევაში აბსოლუტურად ცალკე უნდა გამოვყოთ, თქვათ, კოგნიტური განვითარება და ენობრივ განვითარებასთან ასოცირებული ნიშან-სვეტები, როგორც გითხარით, სოციალური სფეროს განვითარება, თუ სოციალურ-ემოციურ განვითარებაზე ერთიანად ვსაუბრობთ ხოლმე, აქ სოციალურს და ემოციურს ცალკე გამოვყოფთ, იმიტომ რომ თითოეულ მათგანს თავისი ძალიან ბევრი წახნაგი აქვს პარალელურად. აბსოლუტურად ცალკე გამოვყოფდი მორალის და საკუთარი გენდერული იდენტობის შეგრძნებას, რომელიც ამ ასაკში ძალიან მნიშვნელოვანია და რა თქმა უნდა საბოლოო ჯამში დავაგვირგვინებდი იმ სოციალური მომწიფებულობის ფაზით, რომელიც ასეთი ძალიან მნიშვნელოვანია ამ პერიოდისთვის. აი, მოკლედ რომ შევაჯეროთ, ჩვენ დღეს უნდა ვისაუბროთ პერიოდზე, რომელიც იწყება ერთგვარი ბიოლოგიური მომწიფებით, კერძოდ სქესობრივი მომწიფებით და დავასრულოთ ძალიან ხანგრძლივი ტრაექტორია ამ ადამიანების, ასე ვთქვათ, სოციალური მომწიფებით და სოციალური პასუხისმგებლობების ჩამოყალიბებით. აი, მოდით გავყვეთ და რამდენიმე ძირითადი წახნაგი, რომელიც ყველაზე მნიშვნელოვნად გეჩვენებათ. მე ზუსტად ვიცი, თქვენ არ გამოყოფდით არც ერთ მათგანს იმ შემთხვევაში, თუ არ იქნებოდა მჭიდრო კავშირში ბავშვის და მოზარდის მენტალურ ჯანმრთელობასთან, მაგრამ იმის გამო, რომ თითოეული მათგანი ძალიან ტევადია, ვცადოთ და მოკლედ თქვათ იმის შესახებ, რატომ იყრის ყველა ეს შენაკადი მერე თავს მენტალურ ჯანმრთელობასთან, რატომ გვიადვილებს ეს თავად ბავშვის მენტალური ჯანმრთელობის აღქმას და მართვას. და რატომ არის ესეთი რთული შემდეგ ამ პროცესის მართვა თავისთავად, ხო?
ნამდვილად აი ძალიან ხშირად როდესაც მოზარდობაზე ვსაუბრობთ, აქცენტს ვაკეთებთ ხოლმე მაგალითად ჰორმონალურ დისბალანსზე. ძალიან აქტიურად ვსაუბრობთ ხოლმე მათ გარკვეულ ქცევით პატენზე, მაგრამ გვავიწყდება რომ პარალელურად ქცევითი და ფუნქციური ცვლილებისა ჩვენ სახეზე გვაქვს ძალიან სერიოზულად გამოხატული ორგანული ცვლილებებიც. ამ შემთხვევაში ძალიან მნიშვნელოვანია გამოვყოთ ნეირობიოლოგიური ცვლილებები და ნახეთ აქ არა მხოლოდ თქვათ ზოგადად ტერმინიანი მნიშვნელოვანი რომ რაღაც გარკვეული ცვლილება, არამედ მნიშვნელოვანი არის თვითონ პროცესი. და ორი მნიშვნელოვანი პროცესი გვაქვს. პირველი ეს გახლავთ რომ ხდება ძალიან სერიოზული, აი ქართული ტერმინი ასე ვთარგმნე რომ სინაფსური სხლა, როდესაც დამატებითი ნეირონული კავშირების პრაქტიკულად გაქრობა ხდება ნერვული ქსელიდან და თავის twins აქვს შესაძლებლობა რომ უფრო ეფექტურად ფუნქციონიროს და მეორე მნიშვნელოვანი ეტაპი ეს გახლავთ მიელინიზაციის ეტაპი, როდესაც ეს ნეირონული კავშირები, ნეირონული იმპულსების გადაცემა გაცილებით უფრო აქტიურდება და ჩვენ სახეზე გვაქვს უფრო მკვეთრად ესეთი მაღალ ორგანიზებული ფსიქიკური ფუნქციები, რომელიც ამ ასაკში ძალიან აქტიურად ყალიბდება. აქვე ძალიან მნიშვნელოვანია ვახსენოთ შემდეგი მნიშვნელოვანი ჭრილი, როგორიც არის მაგალითად ფრონტალური კორტექსი. ნახეთ ეს რას ნიშნავს და რატო გადავედით მაინც ორგანიკაზე, რომ ძალიან ხშირად მოზარდებს ჩვენ ვადანაშაულებთ სარისკო ქმედებებში. ძალიან ხშირად ვამბობთ, რომ ისინი არიან უპასუხისმგებლოები, ძალიან ხშირად თითქოს ვადანაშაულებთ მათ ემოციურ დისბალანსს და აღმოჩნდა რომ ამ ყველაფრის წინაპირობა გახლავთ ის რომ რამდენადაც მათი სოციალური ემოციური სფერო პრაქტიკულ ქარიშხალში შედის, იმიტომ რომ აქვთ ძალიან სერიოზული მოზღვავება, ინტერესი, ემოციები აქტიური, რისკისკენ მიდრეკილი ქცევები, პარალელურად მათ თავის twins ჯერ კიდევ არ გამოუმუშავებია ისეთი მნიშვნელოვანი ფუნქციები, როგორიც არის კონტროლის ფუნქცია. ანუ მუხრუჭის აბსოლუტურად გეთანხმებით, ზუსტად ასე არის შედარებული, რომ ერთგვარი ცუდი ტერმინი იყო არ გამოვიყენე, მაგრამ ინგლისური ტერმინი ასე რომ გაზზე ფეხის მიჭერასა და მუხრუჭ შორის სხვაობა როგორც არის დაახლოებით ასეა განმარტებული ინგლისურ ლიტერატურაში, მაგალითად აი ეს ემოციური დისბალანსი და ასე ვთქვათ კოგნიტური კონტროლის დეფიციტი. და თუ ჩვენ მშობლებს ექნება შეკითხვა რომ რატო ხედავთ ასეთ რისკიან ქმედებებს, რატო მაგალითად არ არიან პასუხისმგებლები ერთის შეხედვით საკუთარ რაღაც ნაბიჯებზე, იმიტომ რომ მათ ჯერ კიდევ არ აქვს ჩამოყალიბებული ის ფუნქცია, რომელსაც ესეთი კოგნიტური მაკონტროლებლის ფუნქცია ჰქვია და ცოტა ვერ დავამშვიდებ მშობლებს, ვეტყვი რომ ეს ფრონტალური კორტექსი ძალიან აქტიურად ვითარდება 20 წლისთვის, ამიტომ ვიღაცისთვის შედარებით უფრო ადრეულად, ვიღაცისთვის შედარებით უფრო მოგვიანებით, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვანია სავარაუდო პერიოდი მაინც ეს არის. სავარაუდო პერიოდი ეს არის და აი აქვე მოდის ერთი მნიშვნელოვანი ძალიან საყურადღებო გამოწვევა, რომელიც ძალიან აუცილებელია რომ გავმარტოთ, როდესაც როგორც გითხარით, მე მაქვს ესეთი ექსპერიმენტების ჩატარების შესაძლებლობა, მე ვისწრაფი სიახლეებისკენ, მე ვცდილობ რომ ეს ჩემი შინაგანი ემოციური, ასე ვთქვათ, განცდა ძალიან მაღალ დონეზე მქონდეს და პარალელურად არავინ არის ჩემთვის იმდენად ავტორიტეტული, რომ გამიკონტროლოს, გამომდინარე იქიდან, რომ ეს არის ის პერიოდი, როდესაც მშობლის გავლენა ძალიან მკვეთრად იკლებს და ძალიან აქტიურად მოდის წინა პლანზე თანატოლების აზრი. აი აქ შემოდის უკვე მეორე მნიშვნელოვანი სფერო, რომელსაც ქვია სოციალური, ასე ვთქვათ, სფეროს ძალიან მკვეთრი და რადიკალური ცვლილებები და განვითარება და ეს არის ის პერიოდი, როდესაც ჩვენ ვხედავთ ყველაზე მკვეთრად გამოხატულ კონფლიქტებს მშობლებსა და მოზარდებს შორის და აქაც უნდა მივაწოდოთ ჩვენ საზოგადოებას ინფორმაცია, რომ ჩვენ მხოლოდ ქცევაზე კი არ გავამახვილოთ ყურადღება, არამედ წინა პირობები განსაზღვროთ, იმიტომ რომ კიდე სხვანაირად გავუგოთ ჩვენ შვილებს. ანუ რა უბიძგებს? დიახ, ნახეთ, აქ აღმოჩნდა, რომ ზუსტადად სოციალური უნარების განვითარება ეს არის ის ყველაზე რთული პერიოდი და მრავალწახნაგოვანი სივრცე, რომელზედაც უნდა გქონდეს დეტალური ინფორმაცია. პირველი მნიშვნელოვანი გამოწვევა დგას
მას სწორედად რომ იდენტობის ჩამოყალიბების თვალსაზრისით. აქ ნახეთ, ანუ მე გამოვდივარ მშობლების ზეგავლენისგან, მე მიბიძგებენ ჩემი ფიზიკური განვითარებიდან გამომდინარე, რომ უკვე დიდი ვარ, უკვე წონა მომემატა, სიმაღლეში გავიზარდე და ჩემგან საზოგადოება დიახ და აღმოჩნდა, რომ კი გავიზარდე, მაგრამ ვთქვათ ფიზიკურად კი შემეხო, მაგრამ ის მოთხოვნები, რომელსაც ახლა საზოგადოება მე მიყენებს, მაგალითად ამ შემთხვევაში არც თუ ისე ასე ვთქვათ, კარგად გამომდის და მჭირდება ამასთან დაკავშირებით რაღაცა დამატებითი მხარდაჭერა. და ამ შემთხვევაში რა არის წამყვანი? წამყვანი არის ის, რომ მე ცოტა უფრო მეტად ვექცევი, ასე ვთქვათ, ჩემი თანატოლების გავლენის ქვეშ და აი აქ უკვე ძალიან ვიკარგები იდენტობის ჩამოყალიბებასთან მიმართებაში. პირველი ეტაპი და ძალიან მინდა რომ 4 ეტაპად დავყოთ ეს იდენტობის ჩამოყალიბება. პირველი ეტაპი არის, რომ ძალიან დიფუზური ვარ. ხო, იმიტომ რომ გავიზარდე, მომთხოვეს რაღაცები და მე არ ვიცი ამ მოთხოვნებს როგორ უპასუხო, ხო? ანუ მაქვს პასუხისგებლობა, მაგრამ არ ვიცი ამ პასუხისგებლობას როგორ დავაკმაყოფილებ. ნახეთ, ავტომატურად მოდის როგორი რეაქცია მოზარდის მხრიდან, რომ მოდი და გავყვები ამ მოცემულობას, რომელსაც მშობელი მთავაზობდა და მე ვიქნები წინასწარ განსაზღვრული იდენტობის მიმყოლი, ასე ვთქვათ. ანუ სცენარი არის და მე ამ სცენარს მივყვები. ძალიან მარტივად მივყვები, იმიტომ რომ ინერციით მივდივარ, იმიტომ რომ ჩემთვის ბევრად უფრო მარტივია ეს ამბავი. დაბნეული ვარ, აქ არიან მშობლები, რომლებიც მაძლევენ, მაჩეჩებენ საკუთარ, ვთქვათ, იდენტობის გარკვეულ მაგალითებს და მე ახლა როგორ უნდა მოვიქცე. ხო, ძალიან მარტივად ვიწყებ გაყოლას, მაგრამ რა ხდება ამ შემთხვევაში? რა თქმა უნდა ის რომ ეს ჩემი მიელინიზაცია ძალიან აქტიურია, ჩემი ესეთი ფსიქიკური პროცესები ძალიან აქტიურად მოდის წინა პლანზე, იმიტომ რომ ნახეთ, კრიტიკული აზროვნება დამეწყო, აი ამ მიელინიზაციის პროცესის გამო, ასეთი აბსტრაქტული აზროვნება გაცილებით უფრო უკეთესი მაქვს, გადაწყვეტილებებს ვიღებ გაცილებით მარტივად, ვთქვათ, იმიტომ რომ ეს ჩემი ნერვული სისტემა რაღაცებში ძალიან კარგად, ასე ვთქვათ, მეხმარება და ნელ-ნელა ვიწყებ საკუთარ იდენტობაზე ზრუნვას და აი აქ მოდის უკვე ერთგვარი, ასე ვთქვათ, აი რაღაცნაირად გადავადების პროცესი, როდესაც მე გამოვდივარ აი ამ ინერციით ცვლისგან, ვთქვათ, იდენტობასთან დაკავშირებით და ვიწყებ საკუთარი მეც აქტიურად ძიებას. ეს არის აი 12-დან 14 წლამდე პერიოდი, როდესაც ყველაზე მეტ ჯანხს ვხედავთ რეალურად მოზარდების და რა თქმა უნდა, ამ პროცესის გავლის შემდეგ უკვე დგება ჩემი სოციალური სიმწიფე, რომლისკენაც ვისწრაფი ამდენი ხნის განმავლობაში. და რა თქმა უნდა, იდენტობასთან ერთად იდენტობაზე ვერ ვისაუბრებთ ავტონომიის გარეშე და ავტონომიურობას ექცევა ძალიან დიდი მნიშვნელობა და როდესაც ჩვენ ვახსენეთ აი 12-14 წელი, უნდა მოვამზადოთ ჩვენი საზოგადოება, რომ მშობლებისთვის ეს არის ყველაზე რთული პერიოდი, როდესაც ისინი მშობლებთან კამათის საფუძველზე, გარემოსთან კამათის საფუძველზე იყალიბებენ საკუთარ ავტონომიურობას და აქ შემოდის უკვე თვითშეფასების ძალიან ესეთი მკვეთრი ჭრილი. ჩვენ თუ გვაქვს შესაძლებლობა, შეგვიძლია გავაგრძელოთ თვითშეფასებას. იცით რა, მოკლედ ვთქვათ, თვითშეფასებაში რა იგულისხმება და მე მინდა რომ მორალურ მხარესაც შევეხოთ, იმიტომ რომ თქვენ ახსენეთ, რამდენად მნიშვნელოვანია აი ამ იდენტობაში საკუთარი მორალური სტატუსის აღქმა. როგორ აფასებს აი თვითშეფასებაში რა კომპონენტები იგულისხმება? აქ რასაკვირველია, არ გულისხმობთ მხოლოდ სარკეში საკუთარი ორეულის აღქმას. აქ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი კომპონენტია, მათ შორის სოციალურ ჭრილში მე ეჭვი მაქვს, რომ იქნება გასათვალისწინებელი. მაქსიმალურად მოკლედ რომ ჩამოვაყალიბოთ და მე მორალურ დახმარებას შევეხოთ. რაღაცნაირად მე ვფიქრობ, რომ ებმება ესენი ერთმანეთს, ანუ სოციალურ უნარებზე, როდესაც ვსაუბრობთ და აი ამ კოგნიტურ და სოციალურ მომწიფებულობაზე, რა თქმა უნდა, თავისთავად მოდის მორალის პრინციპი, იმიტომ რომ ზუსტად ეს არის ის, რაც მე შემდგომში აი ინდივიდუალურ და დამოუკიდებელ, ვთქვათ, ცხოვრებას და საკუთარ, ვთქვათ, ღირებულებებს გვიყალიბებს, ხო? აი თვითშეფასებაში ძალიან მინდა რომ მშობლებს არ გამორჩეთ რამოდენიმე ეტაპი.
და იცით, ალბათ ძალიან ბევრი შეკითხვა უჩნდებათ მშობელს ესეთი ფუნქციური მართვის თვალსაზრისით და აქ აუცილებლად უნდა გამოყოთ ეს მშობელ შვილს შორის ურთიერთობა, იმიტომ რომ ამ თვითშეფასებისთვის და ამ ღირებულებების ჩამოყალიბებისთვის ეს ძალიან მნიშვნელოვანია. აქაც გამოიყოფა რამოდენიმე მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც უშუალოდ მშობლების დამოკიდებულებას და თვითონ ბავშვის შინაგან დამოკიდებულებას ეხება და აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ რეალურად მშობლობის სტილი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვან როლს თამაშობს იმაში, თუ როგორი ფსიქიკური ჯანმრთელობა მექნება და როგორი თვითკრიტიკა და თვითშეფასების ელემენტები მექნება, ხო? და ამ შემთხვევაში სხვათა შორის ჩვენ ხშირად საუბრობთ ხოლმე მშობლობის სტილზე და ძალიან მომეწონა ასეთი ფორმულირება არის მშობლობის სტილში, ესეთი შუქურას პრინციპი. აი თუ ვამბობთ, ხო არის კლასიკური დაყოფა ბავშვის აღზრდის, სადაც ვამბობთ, რომ ავტორიტარული, ანუ გულებელყოფის ჭრილი ნაკლებად მუშაობს და ავტორიტეტული ძალიან ეფექტურია, ცოტა ისეთი ბანალურად მეჩვენება, თუმცა ეს ყველაზე ეფექტური მეთოდია, მაგრამ აი ძალიან მომეწონა მათ შორის ულტრალიბერალურ მიდგომასთან მიმართებაშიც. დიახ და თუმცა აი ეს შუქურას პრინციპი ძალიან მომეწონა და მინდა ვთქვა, აი როგორც შუქურა დგას სადღაც განყენებულად, რომელიც ანათებს და ვთქვა გზას უნათებს და უჩვენებს, ზუსტად აი ეს არის მნიშვნელოვანი, ასე ვთქვა, მესიჯი ჩვენი, რომ იცით, ანუ თვითშეფასება ყალიბდება შეცდომების დაშვების უფლების ხარჯზე, ანუ თვითშეფასება ყალიბდება, რომ მე რეალურად ვსწავლობ ჩემ შეცდომების დაშვების ფონზე და მესამე მნიშვნელოვანი კომპონენტი არის, რომ მე უნდა ავიღო პასუხისმგებლობა საკუთარ შეცდომებთან მიმართებაში და მინდა გითხრათ, რომ ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჭრილი იმისათვის, რომ ჩვენ დავეხმაროთ ჩვენ შვილებს საკუთარი თვითშეფასების ამაღლებისკენ. ანუ მივცეთ ავტონომიურობა, მივცეთ შეცდომების დაშვების უფლება, მაგრამ პარალელურად ვიყოთ ძალიან კარგი მანათობელი იმისათვის, რომ ეს ჭრილი მათ რაღაცნაირად გამოუმუშავდეს, ხო? და აქვე აუცილებლად რამოდენიმე სიტყვით უნდა მახსენოთ მორალიც, აი ზუსტად თქვით, რომ ეს არის ის ეტაპი, როდესაც მოზარდი იწყებს გაცნობიერებას, რომ ყველაფერი მხოლოდ ისე არ არის, როგორც თვითონ უნდა, ანუ ყველაფერი ისე არ არის, როგორც თვითონ აღიქვამს, არსებობს გარკვეული სოციალური სტანდარტები, რომელსაც უნდა მიუყვეთ, თუმცა პარალელურად აცნობიერებს, რომ მას აქვს უფლება ან ავტომატურად მიყვებოდეს და ითვალისწინებდეს სოციუმში არსებულ წესებს, ან კონდეს თავისი, ასე ვთქვათ, მეამბოხე დამოკიდებულება ამ წესებთან მიმართებაში, ხო? და აქაც არის ძალიან ბევრი ჩაშლა, რომელიც ამ უნარებს კიდევ უფრო დეტალურად ავითარებს. მეთა ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი სტუმრობისთვის. მადლობა ჩვენი თანამშრომლობის ისტორიისთვის, თუმცა დღეს, როდესაც ჩვენ მოზარდების მენტალურ ჯანმრთელობაზე სრულიად განსხვავებულად მოვატრიალეთ ჩვენი ხედვის კუთხე, მე ვფიქრობ, ძალიან ბევრი მშობლისთვის შეიძლება ის ურთიერთობა, რომელიც დილით საკმაოდ უსიამოვნოდ დაიწყო, სრულიად გასაგები და ადვილად გასაშიფრი აღმოჩნდეს დღის ბოლოს, თუნდაც იმ ინფორმაციის გამო, რომელიც მოისმინა და მე მგონია, რომ ყველა მშობელს მოეწონება შუქურას როლში ყოფნა, მით უფრო იმის გაცნობიერება, რომ ჩვენი ცოდნით და ჩვენი სწორი დამოკიდებულებით ნამდვილად შეგვიძლია ჩვენ შვილებს გზა გავუნათოთ ძალიან რთულ გზაზე, რასაც ჩვენი ცხოვრების გზა ქვია. მადლობა ამისთვის. მაყურებელს შევახსენებ, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ ბავშვთა ნევროლოგი და ბავშვთა ფსიქიატრი ერთდროულად, მედიცინის დოქტორი ქალბატონი მედეა ზირაქაშვილი. ჩვენ ამით შევაჯამეთ ყველა ბავშვის ჯანმრთელობის კვირეული და ამით არ გემშვიდობებით, რადგან წინ კვებით შუქნიშანი გველოდება. როდესაც მოზარდებზე ვსაუბრობთ, ყველაზე არასწორი იქნება მათი წარმოდგენა ჩარჩოებში და მათი მისადაგება კონკრეტულ წესებთან ხშირად ჩვენს გვიჭირს და თავად მათ ბუნებასაც უჭირს. ამიტომ მოზარდი და კვებითი შუქნიშანი, ანუ წყობრად ჩამოყალიბებული წესების ერთობლიობა თითქოს ლოგიკურად კარგათაც არ ჟღერს, მაგრამ
ეს ხომ ჩვენთვის არის უფროსებისათვის. იმიტომ რომ ჩვენი ცოდნით მათ გავუადვილოთ ცხოვრებაში გადაადგილება და მოძრაობა და ასეთ შემთხვევაში ჩვენ ვიქცევით ხოლმე ხშირად შუქნიშნებად ჩვენი შვილებისთვის. ჩუმად, უხმოდ, ხშირად გაუმჟღავნებლად მათ გზას რომ გააადვილებს. აი ასეთ შემთხვევაში არის რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორი, რომელიც მოზარდთა კვებაში არ უნდა დაგვავიწყდეს. მაგალითად, ჩვენ ხშირად ვფიქრობთ იმაზე, როგორ შეიცვალა ხასიათი ჩვენმა შვილმა. ჩვენ ხშირად ვაქცევთ ყურადღებას იმას, როგორ შეიცვალა მან ჩაცმის სტილი, როგორ შეიცვალა თმის ფერი ან გამომეტყველება, როგორ შეიცვალა მუსიკალური გემოვნება, ტონი ურთიერთობაში და ის ლექსიკაც კი, რომელსაც მაგალითად ყოველდღიურ საოჯახო ურთიერთობებში ის იყენებს. მაგრამ ძალიან ძნელად შეიძლება აღმოვაჩინოთ პირველი ნიშნები, რომელიც სწორედ მოზარდის რევოლუციურ გარდაქმნებს უკავშირდება, რომელიც მისი ორგანიზმის ჯანყს ყველაზე ადრე გაამჟღავნებს. ის ნიშნები კვებაში, რომელიც ყველაზე საგანგაშო შეიძლება აღმოჩნდეს და რატომღაც ყველაზე გვიან მიიქცევს ჩვენს ყურადღებას. ეს უპირველეს ყოვლისა გახლავთ დამოკიდებულებები საკითხის მიმართ და ცხოვრების წესთან ასოცირებული ფაქტორები, რომელიც ნელ-ნელა დაგროვდება ხოლმე და მერე ერთბაშად ამოხეთქავს. მაგალითად, ჩვენ შეიძლება თვალში მოხვდეს ჩვენი შვილი ვარჯიშობს თუ არ ვარჯიშობს. ჩვენ შეიძლება შევნიშნოთ ჩვენმა შვილმა დაიკლო წონაში თუ მოიმატა. ადვილად შეიძლება შევამჩნიოთ მოზარდს ცუდად ძინავს თუ კარგად ძინავს, იმიტომ რომ ელემენტარულად დროში განვიხილოთ ეს საკითხი და დროში შევაფასოთ, რამდენი ეძინა, როდის დაიძინა, როდის გაიღვიძა და ასე შემდეგ. შეიძლება სათანადოდ არ დავაკვირდეთ, მაგალითად, კვება როგორ გადაანაწილა ულუფად. შეიძლება გამოგრჩეს მხედველობიდან დროში მისი განაწილება, მაგრამ მეტნაკლებად ესეც შეიძლება ოჯახურ ურთიერთობაში იყოს თვალშისაცემი. მაგალითად, ჩვენთან ერთად აღარ იკვებება, შეამცირა ულუფა ან რომელიღაცას აკვები, რომელიც საერთოდ არ უყვარდა, ერთბაშად დიდი ულუფით გახდა მისთვის მისაღები. ჩვენ ძალიან კარგად გვესმის და ხშირადაც ალბათ ვახსენებთ მოზარდებს, რომ წყალზე მოთხოვნილება გაზრდილია, მით უფრო თუ ფიზიკურად აქტიურები არიან, თუ ცხელგარემოში უწევთ დაყოვნება, თუ ცხელი შხაპი უყვართ. ამას შეიძლება ვახსენებთ კიდეც, თუნდაც იმიტომ, რომ ამის შესახებ სისტემატურად გესმით, მაგალითად ჩვენს გადაცემაში წლების და 10 წლეულების მანძილზე. დარწმუნებული ვარ ალკოჰოლთან დაკავშირებითაც ბევრს ესაუბრებით. ალბათ იმაზეც მიანიშნებთ, რომ არ არის კარგი გაზიანი სასმელების სისტემატური მოხმარება, არც ის არის კარგი სწრაფი კვების ობიექტებიდან დანაყრება და ასე შემდეგ, თუნდაც იმიტომ, რომ ეს ყველაფერი ადვილად შეთვისებად ნახშირწყლებს და შაქრებს შეიცავს. ეს ყველაფერი დატვირთულია ტრანსცხიმებით. ეს ყველაფერი გულისხმობს უკიდურესად დამუშავებულ ულტრაპროცესირებულ პროდუქტებს. ეს არის ის ნაცნობი ფრაზები, რომელიც ზოგჯერ მომაბეზრებლად გაცვეთილით შეიძლება იყოს მოზარდებისათვის. და ეს ჩვენ ვიცით და ამას ხშირად უმეორებთ, მაგრამ რა შეიძლება არ ვიცოდეთ და რა შეიძლება გამოგრჩეს. ყველაზე ხშირად მშობელს შეიძლება გამორჩეს მაგალითად ნიღაბი, რომელიც აირჩია შვილმა. მოზარდები განსაკუთრებით, რომლებიც არიან კარგად განვითარებულები ინტელექტუალურად. მოზარდები, მათ შორის გამორჩეულად ინტელექტუალი გოგონები. აღმოჩნდა, რომ კვლევების მიხედვით ასე დასტურდება, მე არანაირ გენდერულ წონასწორობას არ ვარღვევ. აღმოჩნდა, რომ ისინი ხშირად იყენებენ ნიღბებს იმისათვის, რომ საკუთარი რეალური დამოკიდებულებები არ გაამჟღავნონ და არ გაამჟღავნონ უპირველეს ყოვლისა მშობლებთან ურთიერთობაში და მხოლოდ მერე შეიძლება გასაჯაროვდეს ეს თავისებურებები. რა არის ყველაზე ხშირი ნიღაბი მოზარდთა შორის? მაგალითად, ყველაზე ხშირი კვებითი ნიღაბი შეიძლება აღმოჩნდეს ჯანსაღი კვების რეჟიმის დაცვა, ჯანსაღ კვებაზე გადასვლა. თქვენ გახსოვთ, ჩვენ ხშირად საუბრობთ ხოლმე ორთორექსიაზე. ეს სწორედ ეს მდგომარეობა, როდესაც კვებითი ქცევის დარღვევის წინა ფაზაში ნიღაბი ხდება არჩევანი, რომ მე მხოლოდ ჯანსაღ პროდუქტებს ვირჩევ, მე მხოლოდ სწორ დროს მივირთმევ, მე მხოლოდ სწორად შერჩეული ულუფა უნდა მივიღო და ასე შემდეგ.
ანუ უნებურად იწყებს შეზღუდვას კვების, რეალურად უნებურადაც და ნებითაც. ეს არის ხშირად მათი გაცნობიერებული არჩევანი, როდესაც აი ასე მიყავთ თავი შეზღუდვამდე. ეს შეიძლება იყოს ნიღაბი, რომელიც ერთი მხრივ უფროსებისთვის მომხიბლავია და ძალიან სახიფათოა უკვე თავისთავად შინაარსით მოზარდებისათვის, რომელთათვისაც შეზღუდულ კვებაზე გადასვლა შეიძლება საბედისწერო აღმოჩნდეს. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, მაგალითად, ტენდენციური თუ არის იმ სოციუმში, რომელშიც ის ცხოვრობს, რომელთანაც ურთიერთობა აქვს, მაგალითად ძალიან მკაცრად დაცვა მარხვის. ჩემი სიტყვები არ ეხება რელიგიური კვების ამ მოდელს და მის ავკარგზე არ ვსაუბრობთ ჩვენ. ჩვენ შევთანხმდით, რომ მას უზარმაზარი დატვირთვა აქვს და უზარმაზარი კეთილმყოფელი გავლენა შეიძლება ჰქონდეს სამედიცინო თვალსაზრისითაც. მაგრამ როდესაც მოზარდების თვითნებურ არჩევანს ეხება საქმე, როდესაც მოულოდნელად იწყებს ასეთი ცხოვრების ნირის მიმდევრობას მოზარდი, როდესაც ამას არ ქონდა წანამძღვარი და როდესაც არ ჩანს სხვა არგუმენტაცია, რატომ ირჩევს კვების ამ მოდელს და მხოლოდ კვებით შეზღუდვაში გამოიხატება ეს ყველაფერი, ჩვენ მშობლებს უნდა გაგვიჩნდეს კითხვა უფროსებს. რატომ ზღუდავს ბავშვი კვებას? ხომ არ არის სამარხო კვება მხოლოდ საბაბი იმისათვის, რომ მან კვეთრად შეცვალოს კვება და არ გამოიწვიოს ჩვენი მხრიდან კრიტიკა. და ყველაზე გავრცელებული მოდელი განსაკუთრებით მოზარდ გოგონებში ეს გახლავთ ვეგეტარიანელობა. მოდით გავიხსენოთ რა არის ვეგეტარიანელობა. ვეგეტარიანელობა არ გახლავთ ვიწროთ კვების მოდელი. ვეგეტარიანელობა უპირველეს ყოვლისა არის სოფლხედველობა და რას უკავშირდება ჩვენ ერთხელ გვისაუბრია ამის შესახებ და თქვენ გახსოვთ მე ძალიან დიდი ხანია ამ საკითხებზე მუშაობდი, მთელი თავიც კი ჩემს წიგნში ამ თემაზე მიძღვნილი. და როდესაც ვეგეტარიანულობაზე ვსაუბრობ, მარტივია გავიხსენოთ უარის თქმა ცხოველური წარმოშობის პროდუქტებზე. თუმცა ასეთი მკაცრი თანამედროვე რეალობაში ვეგეტარიანულობა არ არის, იმიტომ რომ ერთნი მიირთმევენ მაგალითად თევზს, მეორენი მიირთმევენ რძის ნაწარმს, არის კატეგორია რომელიც კვერცხს მიირთმევს, ან კვერცხს და რძის ნაწარმს ერთდროულად და ასე შემდეგ. აი ასეთ შემთხვევაში არჩევანი, რომელიც იწყება თითქოს ვეგეტარიანელობით, ასე მოულოდნელად, რომელიც მოზარდს აიძულებს ბრჭყალებში შეზღუდოს კვება. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია შემდეგი ნაბიჯი ვეგანობისაკენ, როდესაც ის ასევე გაცნობიერებულად გიზიარებთ თავის გადაწყვეტილებას და გეუბნებათ, რომ ეს ვეგანობის ფარგლებშია შეზღუდული ხორციც, ქათამიც, თევზიც, თაფლიც კი და ასე შემდეგ. ეს იმას ნიშნავს, აღარაფერს ვამბობ კვერცხსა და რძის ნაწარმზე. ეს იმას ნიშნავს, რომ ორგანიზმი, რომელიც ინტენსიურად იზრდება, გადადის შეზღუდულ კვებაზე და ჩვენ აუცილებლად უნდა გაგვიჩნდეს კითხვები. მე ვისარგებლებ შემთხვევით და ხაზგასმით გეტყვით. ვეგეტარიანელობა არ არის კვებით ქცევის დარღვევა. განსხვავებით მდგომარეობებისაგან, რომელზედაც ჩვენ ხშირად ვსაუბრობთ ხოლმე, მაგალითად ნერვული ანორექსიის დროს კვებით ქცევის დარღვევა, მაგალითად ნერვული ბულიმიის დროს კვებით ქცევის დარღვევა, როდესაც საკვების თავიდან აცილებას ცდილობს, ეს არის ქცევის დარღვევა, როდესაც ორთორექსიაზე ალაპარაკი, ეს არის ქცევის დარღვევა, მაგრამ არის თუ არა ვეგეტარიანელობა კვების დარღვევა. ვეგეტარიანელობა არ გახლავთ კვებით ქცევის დარღვევა. ვეგეტარიანელობა და ვეგანობა არ გახლავთ კვებით ქცევის დარღვევა. მაშინ რატომ ვსაუბრობ დღეს ამაზე? იმიტომ რომ ვეგეტარიანელობამ არ მოგატყუოთ. ვეგეტარიანელობის სასარგებლოდ გაკეთებულმა არჩევანმა არ მოგატყუოთ მოზარდების შემთხვევაში, რადგან ვეგეტარიანელობა შეიძლება იყოს მხოლოდ და მხოლოდ ნიღაბი კვებით ქცევის დარღვევის, რომლის უკანად შეიძლება სწორედ ნერვული ანორექსია იმალებოდეს. დიახ, ის ირჩევს ვეგანობას, მაგრამ ეს არის მხოლოდ და მხოლოდ თვალის ასახავად, შესანიღბად არჩეული მოდელი, რომლის უკანაც ნამდვილად შეიძლება აღმოვაჩინოთ კვებით ქცევის დარღვევა. თქვენ გაგიჩნდებათ კითხვა და ჩვენ ამ თემას ძალიან ხშირად ვეხებით და სიამოვნებით უბრუნდები. ვეგეტარიანელობისა და ვეგანობის უკან ყოველთვის კვებით ქცევის დარღვევა უნდა ვეძებოთ, რასაკვირველია არა. სოფლხედველობრივი არჩევანი, ამისი წანამძღვრები და ასე შემდეგ, ეს სხვა საკითხი გახლავთ. მაგრამ როდესაც ჩვენ ვლაპარაკობთ უჩვეულო
მდგომარეობაში, ძალიან სწრაფად მიღებულ გადაწყვეტილებაზე, როდესაც მოზარდებზე ვლაპარაკობთ, სადაც გვაეჭვებს ასეთი არჩევანი, აუცილებლად უნდა ვთხოვოთ დახმარება სპეციალისტებს და ვცადოთ გავერკვიოთ, ეს არის მართლაც ვეგეტარიანელობა და ვეგანობა, როგორც კვების მოდელი და ცხოვრების წესი მსოფლმხედველობრივად, თუ ეს არის სინამდვილეში ვეგეტარიანელობით და ვეგანობით შენიღბული კვებითი ქცევის დარღვევა. რეალურად ამას აქვს ძალიან დიდი მნიშვნელობა, იმიტომ რომ როდესაც ჩვენ საუბრობთ მოზარდებს აქვთ კვებითი ხარვეზები, კვებითი დეფიციტები, რომელიც ყველამ უნდა გავითვალისწინოთ და ნებისმიერი შეზღუდვა შეიძლება იყოს საყურადღებო, იმიტომ რომ ისედაც ეს ხარვეზები შეიძლება ისედაც კიდევ უფრო მეტად გააღრმავოს. რა ხარვეზები აქვს მოზარდის კვებას? მე გაგახსენებთ, ეს არის ბოსტნეულის წილი, ძალიან დაბალია მათ ყოველდღიურ რაციონში. ანუ არ უყვართ ბოსტნეული და ცოტას მიირთმევენ. ისევე როგორც მაინც და მაინც დიდი რაოდენობით არცხილს მიირთმევენ მოზარდები. გასათვალისწინებელია ასეთ შემთხვევაში ცილის ნაკლებობა მათ ყოველდღიურ რაციონში, რაც ასეთი მნიშვნელოვანია მათი ზრდა-განვითარებისთვის, ჰორმონული სრულყოფისთვის, ფერმენტული სრულყოფისთვის, იმუნიტეტისთვის, იმიტომ რომ ანტისხეულები წარმოუდგენელია ცილის გარეშე. და აქ იგულისხმება ცხოველური და მცენარეული წარმოშობის ცილები. მათი ზრდა-განვითარება ვახსენეთ და წარმოუდგენელია. აქ არ გავიხსენოთ D ვიტამინის და კალციუმის როლი, რომელიც ასევე აღმოჩნდა დეფიციტურ მდგომარეობაში მოზარდთა ორგანიზმში. ეს საერთაშორისო კვლევებით დადასტურებულია, რომ ბოსტნეულს ცოტას მიირთმევენ, ხილს ცოტას მიირთმევენ, ცილას არასაკმარისი რაოდენობით მიირთმევენ, D ვიტამინს არასაკმარისი რაოდენობით იღებენ და აგრეთვე მათ რაციონში მცირე რაოდენობით არის კალციუმი. კიდევ რა ფაქტორი არის გასათვალისწინებელი? გასათვალისწინებელი არის კიდევ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მინერალი, მათი უჯრედების ჟანგბადით უზრუნველყოფისთვის, ეს გახლავთ რკინა. და დადგინდა, რომ მოზარდებს ასევე აქვთ მაღალი რისკი იმისა, რომ რკინა იყოს ნაკლები რაოდენობით მათ ყოველდღიურ რაციონში. საბოლოო ჯამში, თუ დავაკვირდებით, იშვიათად აღმოვაჩენთ მოზარდის შემთხვევაში დაბალანსებულ კვებას. ანუ თვითონ ნებით ირჩევდეს დაბალანსებულ კვებას, იშვიათად ხდება ხოლმე. არადა ჩვენ სწორედ აქეთკენ მივდივართ, როდესაც ორგანიზმის და ჯანმრთელობის წონასწორობაზე ვსაუბრობთ. სულ ცოტა ხუთი ფერი, სულ ცოტა ხუთი ჯგუფის პროდუქტი, ცისარტყელა თეფშზე, ის რასაც მე ყოველდღიურად ვამბობ, სულაც არ არის შთამბეჭდავი მოზარდებისათვის. მით უფრო რომ ჩვენ აქ ხშირად ვსაუბრობთ დარღვეულ წონასწორობაზე, იმ წონასწორობაზე, რომელიც ხშირად გულისხმობს მაგალითად მიღებული და დახარჯული ენერგიის თანაფარდობის შეუსაბამობას, რომელიც გულისხმობს, რა თქმა უნდა, საკვებ ნივთიერებებს შორის თანაფარდობის დარღვევას და წონასწორობის დარღვევას საკვების შემადგენლობის თვალსაზრისითაც. და კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმის გათვალისწინება, რომ ნაწლავტვინის ღერძის საბოლოო ჩამოყალიბება და მისი გავლენა ადამიანის ჯანმრთელობაზე ყველა ასაკში მნიშვნელოვანია, თუმცა მოზარდობის ფაზაში მას შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს, ეს არის საბოლოო ფორმირების ფაზა ბავშვისა, ქალად და კაცად. ანუ მისი სქესობრივი მომწიფება, ეს არ არის უბრალოდ ჰორმონების დონეზე მიმდინარე პროცესი, რომელიც მეორადი სასქესო ნიშნების გამჟღავნებას უკავშირდება. ეს არის სხეულის ფორმირება, ეს არის ადამიანის პიროვნული ფორმირება, სადაც წონასწორობას მათ შორის უხილავ სამყაროსთან, ნაწლავთან განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს და ეს უნდა გავითვალისწინოთ ჩვენ უფროსებმა იმისათვის, რომ დავიცვათ ჩვენი შვილები, დავიცვათ მათი განვითარება და დავიცვათ მათი მენტალური ჯანმრთელობა თუნდაც კვების ჭრილში. ეს იყო დღევანდელი ჩვენი სათქმელი, ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ.